მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა ბლოგი, რომელი ბლოგიც ეხება იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელი კატასტროფული მდგომარეობაც საქართველოში არის და სამწუხაროდ ამ ყველაფერზე როგორც ერის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაზე არასდროს არავინ არ საუბრობს. საქმე იმაში არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა და ხელისუფლება დღემდე არ ახდენს ამ მონაცემების გამოქვეყნებას, რადგან კატასტროფული მონაცემები არის, რომელიც ჩვენი ერის არსებობას ეხება. ეს დღეები არის ინტერნეტში ძალიან პოპულარული არის მეცნიერის, პოლიტიკოსის და ანალიტიკოსის ბატონი დემურ გიორხელიძის ვიდეო და მინდა შემოგთავაზოთ ეს ვიდეო თავად ნახეთ და ვიდეოს ნახვის შემდეგ მინდა კიდევ ერთი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შევადგინე მე პირადად, უფრო დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით. განსჯისთვის გიჩვენოთ, ვისაც გექნებათ სურვილი, ნახეთ თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში არის ჩვენი ერი და ამას სირაქლემასავით სილაში თავის ჩაყოფა რომ არ უშველის, ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი ამას ხვდება. ახლა კი უსვინეთ ბატონ დემურს და იმ კატასტროფას, რაც საქართველოში ხდება. ამ ცოტა ხნის უკან საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის აღწერა გააკეთა, ხო სწორია? დიახ. სად არის მონაცემები? რატო ვერ აქვეყნებენ მონაცემებს? რატო ვერ აქვეყნებენ? ვიტო ვერ აქვეყნებენ და მოდი მეგეთყვით, მაშინ 1,340,000 ქართველია საქართველოში, 1,210,000 საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სხვა 25,000 ჩინელია საქართველოს მოქალაქე. 500,000-მდე არალეგალი ცხოვრობს საქართველოში. ეს არის 75,000-მდე ბინადრობის უფლების მქონე ადამიანი არის არაბული, პაკისტანი, ინდოეთი და ასე აფრიკის ქვეყნები და უნდათ 500,000 მაინც მიემატებინათ, ჯერჯერობით არ გამოუდით ეს ყველაფერი. გეუბნებით მე თქვენ საღ ადამიანებს მიმართავ, იმიტომ რომ გონება დახშულ ადამიანებს არაფერი არ ეშველება. ამას ქართველთა ძალა, რომელზეც ვლაპარაკობ ჩვენ 4 კაცის ინიციატივებზე, სხვა შესანიშნავ ქართველებზე, რომლებიც სხვაგან იგივეს აკეთებენ და მე ერთად მოვძებნით რაღაც საერთო ენად, მითხარით ერთი საით მივდივართ, ხედავთ თქვენ? რატო ვერ აქვეყნებენ და 1,340,000 ქართველია ამ ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, ბატონ დემო. კატასტროფა, აბა მე რატო რა მინდა ეხა რაში მჭირდება? მე რო საერთოდ პოდკასტები ვაკეთო და საჯარო პირი ვიყო, არ მჭირდება არაფერში შესანიშნავი, ზღაპრულად შესანიშნავი საქმე, მაგრამ შესანიშნავად ვიცი ჩემი საქმე ამდენი წლის შრომის შემდეგ. ვერტის წყალობით კიდე რამდენი ვიქნები, კიდე რამდენიმე წიგს დავდებ ისეთებს, რომელიც დაწლეულები იქნება. ბატონ დემო, ეს 9,5 არალეგალი როგორ არის შემოსული ქვეყანაში? ძალიან მარტივად. მე გეუბნებით ისეთ წყალგაუმტარი ინფორმაციებს მე არა ვარ ადამიანი, რომელიც ჩართავს და კანალიზაციის ტელევიზიებიდან ინფორმაციას აიღებს. სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდების რაღაც ნაწილი ამ საზღვრებზე არიან მიჯაჭვული, ჩვენი მოქალაქეების საკმაო ნაწილი ამ ტელევიზიებზეა. ამ ცოტა ხნის უკან ქუთაისელი მეგობარი ვნახეთ და საერთო მეგობარზე ვითხრა, რომ რამდენი შევედი სახში ჩართული აქვს სულ არ მთავარიო. გამიგეთ ხო? ესე იგი, ადამიანები ჭკუიდან არიან გასულები, არადა ძალიან კაი კაცი იყო ჩვენი ახალგაზრდობის დროს, მაგრამ იდეოლოგია არის საზიზღრობა, იდეოლოგია ანგრევს ადამიანის ფსიქიკას. ახლა მე გეკითხებით თქვენ საღ ქართველებს, მე მხოლოდ საღი ხალხისთვის ლაპარაკობ.
ამ მდგომარეობაში ქვეყანა ომი გინდათ, შიგა დაპირისპირება გინდათ, არ გძნობთ თავს შეურაცხყოფას ტელევიზორს რო ჩართავდა ერთი ქართველი მეორე ქართველს კეტით დაძდებს. ერთი ქართველი პოლიტიკოსი ჭყალებში მეორე ქართველ პოლიტიკოსს მუშტს ურტყამს, ხან აქ, ხან საზღვარგარეთ, ხან ეს შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ ყველას დაუპირისპირდებით. ჩვენ ძალიან სერიოზული ხალხი ვართ და ძალიან ძლიერი ხალხი ვართ, კიდე გეუბნებით. მე მაქვს პატივი ამ სამ ადამიანთან, ძალიან ღირსეულ ადამიანთან ერთად ვიყო გვერდით და უამრავ ღირსეულ ადამიანს შევკრიბავთ, რომლებიც ამ ქვეყანას დაუდგებიან როგორც კლდე და ამ კატასტროფას როგორმე ავიცილებთ თავიდან. მე ხას უსვამ. თუ ქართველები დამარცხდნენ ამ სიტუაციაში, რესურსი ქვეყანაში არ არის. ქვეყანაში რესურსი აღარ არის. მაშინ მოხდება ის, რაც წერია Rand Corporation-ის და ცნობილ სხვა გამოკვლევებში, როდესაც ეს გამოყენებული იქნება როგორც პლაცდარმი, როგორც ტერიტორია. ახლა შენ თავს თუ არ ხედავ და შენი თავის მოვლა პატრონობა თუ არ შეგიძლია და ეგერ მოსყიდული ხალხიც მეშვეობით, ესე იგი ანგრევს საკუთარ ქვეყანას, იმათ გლობალური ინტერესები აქვს, რუსები თავისას აკეთებენ, ამერიკელები თავისას აკეთებენ, ებრაელები თავისას აკეთებენ. აქ ვისაც არ ეზარება, ყველას თავისი აგენტურა ყავს. ღია აგენტურა ყავს. მოუწმინეთ შესანიშნავ ქართველ ადამიანებს, რომლებიც სპეცსამსახურებში მუშაობდნენ, რა გამანადგურებელ, რა გამოუგნებელ ინტერვიუებს იძლევიან. ჩვენ რა გვინდათ ახლა, ესე იგი ქოცი ნაცი და ქოცნად გადავაყოლოთ ეს ქვეყანა. კიდე გეუბნებით, რასაც ქვია ქართული ოცნება, გაძეძგილია ნაცმოძრაობის, არა უბრალოდ წევრებით, გაძეძგილია მიშა სააკაშვილის იდეური მიმდევრებით. და ისინი მისით არ შეპარულან ოცნებაში. ოცნებაც იგივე სტრუქტურის ორგანიზაცია, რაც ნაცმოძრაობა, მისი ლიდერებიც იგივე სოროსის და ამნაირების გამოზრდილი ხალხია, კიდე გეუბნებით. ამას არაფერი არ შეეწინააღმდეგება 32 წლის განმავლობაში. ეხლა მე გეუბნებით, 1,340,000 ქართველი ხართ დღეს საქართველოში. ამას არ გაგიმხელენ, სანამ 2 მილიონამდე არ დაახუჭუჭებენ თავისი აზრით, მაგრამ მე გეუბნებით ამას. ამას ახლა მე რო გეუბნებით, ვიღაცა საწოდავი, რას ამბობთ, ესე იგი თავის თავს უკეთებს რეკლამასო, მეტი გარჩევა თუ არ იცით, რაღა უნდა გელაპარაკოთ. ბატონებო, მაშინ გამოდის, რომ აი ეს მონაცემები, რასაც CSKA აქვეყნებს 3,5 მილიონი ამომრჩეველი მყავსო, აბსოლუტურად ყალბია. 3,5 მილიონი ამომრჩეველი, თლათ რო გადაპუტო მთელი საქართველო, ვერაფრით ვერ მოძებნი და ის რომ დაფიქსირებულია 3,5 მილიონი ამომრჩეველი, ამაში ოპოზიციის მიერ არის ეს, მოდი, ჟარგონს გაპრავებული. ოპოზიციამ გაუპრავა ამ ხელისუფლებას ეს რაოდენობა. ამიტომ ჩვენ იმაზე უფრო საშიში მდგომარეობა გვაქვს, თქვენ გონიათ ესა ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთთან დაპირისპირებული? არ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, დავაქვთ მარტივ რამეზე, პროპორციების გადანაწილებაზე. აქ ქვეყნის მომავალზეა საუბარი, ქვეყნის საფრთხეებზეა საუბარი. კოლოსალური საფრთხეების წინაშე ვდგავარ. ამას პროფესიული პოლიტიკის გარეშე ვერაფერი ვერ უშველის. ამას არ შეიძლება აქეთ 23 კანზე მჯდომარე. კიდე გეუბნებით, მე ხდება პოეტების, მწერლების, რაღაც უსუსური რეჟისორების განცხადებები, ესე ვერაფრით ვერ გაუგიათ რა ხდება. ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო. სად დგას ეს საკითხი? თემა არ არის, ხო? მაგრამ ასე იცის იდეოლოგია. ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო კი არა, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელიც შესანიშნავად ითანამშრომლებს ევროპასთან.
ძალიან პრაგმატულად ითანამშრომლებს მეზობელ სახელმწიფოებთან, თავისთვის სასარგებლოდ და მათთვისაც სასარგებლოდ, აბა ცალმხრივი სიამოვნება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ აგვერია გზაკვალი, ჩვენ აგვერია ყველაფერი და ამში გადაპირისპირებაში გადაფარულია ყველაფერი, ეს აღწერაც გადაფარულია, ის გეოპოლიტიკური საფრთხეებით გადაფარულია, აქ დანდობა აღარ იქნება. აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ბლოგი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ, 3 წლის წინ გავაკეთე, რომელიც ჩემმა YouTube-ის მაყურებელმა დიდი ხანია იცის, მაგრამ ახალი გამომწერები და ახალი მაყურებლები არის ჩემარხზე და მათ შეიძლება არ ქონდეთ ნანახი. აქედან გამომდინარე გთავაზობთ ახლა ამ ბლოგს, რომელიც საქართველოში არსებულ უმთავრეს პრობლემას, ქართველი ერის დემოგრაფიულ პრობლემას ეხება. 3 წლის წინ ვამბობდით ამას, რომ ეს ასე იქნებოდა და ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უარესი და უარესი იქნება. ამიტომ დაფიქრდით, თითოეული ქართველი დაფიქრდით ამ ყველაფერზე. ბლოგის დასრულების შემდეგ კიდე პატარა კომენტარს დავუმატებ და რა ვიცი, გააზრებისთვის ნორმალურ ადამიანს ალბათ ეყოფ. შენ ვინც ახლა ამ ბლოგის ნახვას აპირებ, საქართველოს შვილი ხარ. მინდა გითხრა, რომ შენიერი გენოციდს განიცდის და თუ შენ ამას ვერ გაიგებ, სხვა ისე ვერ გაიგებს, როგორც შენი ნაზე ნათქვამ სიტყვას. ასე რომ ნახე ბლოგი ბოლომდე და დაფიქრდი, რომ მასში მოყვანილი თითოეული ციფრი, თითოეული შენი თანამემამულის, მათ შორის შენი პერსონალური ბედია. და თუ რამეს არ იყონებ, 30 წელიწადში შენი სამშობლოს და შენი ერის გაქრობას შენი თვალით ნახავ. ჩვენი ფორმულის მეორე მთავარი საკითხი დემოგრაფიაა. ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მისი მოსახლეობა, მისი გენოფონდი. ამიტომაც ამ საკითხს დეტალურად უნდა ჩაუღრმავდეთ. თქვენ ყურადღებას კი განსაკუთრებულად მოვითხოვ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენს წინაშია ბოლო 1 საუკუნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის დინამიკა, რომელზეც ნაჩვენებია, რომ 1926-1999 წლებში ბნელი კომუნისტების ეპოქაში, რომლის გინებას დღეს განსაკუთრებით მოდაშია, საქართველოს მოსახლეობის გენოფონდი 101%-ით გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობამ 2.600.000-დან 5.400.000 მიაღწია. როგორც ხედავთ, 1999-2020 წლებში საქართველოს მოსახლეობის კატასტროფული შემცირება აღინიშნება. დინამიკა იმდენად მზარდია, რომ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი არითმეტიკის დახმარებით გასაგები ხდება. საქართველოს მოსახლეობა 1.700.000-ით შემცირდა. ეს კი ერის 31.5%-ია. ახლა ვნახოთ, რას ამბობენ ამ ყველაფერზე პროფესიონალები. ფოტოს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, ჩემი პირადი კონტაქტებით მოვიპოვე ქართველი დემოგრაფისგან. მასზე ასახულია ის კატასტროფული ვითარება, რომელსაც ერთადერთი სიტყვა გენოციდი შეეფერება. 2010 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანიც კავკასიის რეგიონში დემოგრაფიული ბალანსის შესწავლა იყო. კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2050 წელს საქართველოს დემოგრაფიული კოლაფსი ელოდა. კვლევის თანახმად კავკასიაში დემოგრაფიული ბალანსი სერიოზულად ირღვევა, რადგან აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება. მოსახლეობის შემცირების კუთხით საქართველო 232 ქვეყანას შორის ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, საპატიო მე-16 ადგილს იკავებდა, ხოლო შობადობის მხრივ 174-ეს. 2010 წელს გაკეთებული გაეროს პროგნოზით საქართველოს მოსახლეობა 2030 წელს 3.700.000 უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს დამანგრეველი ზღვარი საქართველომ 2014 წელს გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევის არსებობის მომენტში ბოლო 29 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 1.700.000-ით კი არა, 1.800.000-ით შემცირდა. კითხვა, რომელიც დემოგრაფთათვის არის დასმული, თუ როგორ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო, დემოგრაფიაში ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გეოპოლიტიკაში ასეთ სახელმწიფოებს მსხვერპლი სახელმწიფოები ეწოდებათ. მოსახლეობის შემცირების მიზეზი ბოლო 32 წლის მანძილზე ომებთან და ეკონომიკურ კოლაფსთან ერთად ქვეყანაში მოქმედი სოციალური პოლიტიკაცაა. ანუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის მოქალაქეს, რაც აიძულებს მას დატოვოს ქვეყანა ან შეამციროს შობადობა.
ცნობისთვის 2022 წელს 125,269 ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდა. კორონავირუსის პანდემიამდე 2016 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა. კვლევა საქართველოში არსებულ რეალურ სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 69% სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს იმყოფება. ეს კი საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 93%-ია. UNICEF-ის კვლევის მიხედვით კი საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ სიღატაკეში ცხოვრობს, რაც საერთო ჯამში 77,000 ბავშვია, რომელიც შიმშილობს. უფრო შემზარავია ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოში, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს 5 წლამდე ასაკის 800 ჩვილი იღუპება, რომელთაგან 300 საკვების ან მასთან დაკავშირებული დეფიციტით არის გამოწვეული. ასევე შემზარავია საქართველოში არსებული აბორტების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2004-2020 წლებში აბორტების რაოდენობამ 300,000 გადააჭარბა. დამიჯერეთ, ეს რიცხვი ბევრად დიდია, უბრალოდ ყველა სასახვა სტატისტიკაში ვერ ხერხდება. ძიმე ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე ქვეყანაში განსაკუთრებით გაზრდილია მოსახლეობის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე, რაც ბუნებრივია დემოგრაფიაში პოულობს ასახვას. 2017 წლის კვლევის მიხედვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობა საქართველოში 700,000 იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი მილიონს ცდება. აზარტული თამაშები სუიციდზე აწყობილი ბიზნესია და შემაშფოთებელი სტატისტიკა გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ წლების მანძილზე იკვლევდა აღნიშნულ სფეროს. 2019 წლის მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც თბილისის 10 საჯარო სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან 55% ბიჭი იყო, ხოლო 45% გოგონა. ასეთი შედეგი აჩვენა, აზარტულ თამაშებთან შეხება ჰქონდა გამოკითხული ბიჭების 56%, ხოლო გოგონების 44%. 17-მა ახალგაზრდამ თავი თამაშზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, ხოლო 7-მა თვითმკვლელობას სცადა. სტატისტიკის მიხედვით განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის აზარტული თამაშებით გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14 წლიდან 31 წლამდე მერყეობს. ამ ყველაფრის პარალელურად გასათვალისწინებელი არის ის ფაქტი, რომ პენიტენციალურ სისტემაში 9287 პატიმრიდან 856 აზარტული თამაშების გამო ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, რაც მთელი პატიმრების რაოდენობის თითქმის 10%-ია. ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ 2017 წელთან შედარებით 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 500%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5 მილიარდ 60 მილიონი იყო, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 32 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტზე 10 მილიარდ 206 მილიონით მეტია. –2017 წლიდან საქართველო კავკასიაში თვითმკვლელობის შემთხვევების სიმრავლით პირველ ადგილზეა. ბოლო 20 წლის მანძილზე სუიციდის 6000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის მონაცემებით კი სუიციდის რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა და ის საშუალოდ წელიწადში 312 შეადგენს. წინა წლებთან შედარებით თვითმკვლელობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება 61-75 წლის ასაკის ადამიანებში. ხოლო ზოგადი შემთხვევებით 16%-ით არის მომატებული. ქართული გენოფონდის მთავარი მტერი ასევე ნარკომანია,
ამ დაავადებამ მოიცვა სრულიად საქართველო და მისი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა, რომელთა ოფიციალური სტატისტიკა აი ასე გამოიყურება. 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკით ინექციური ნარკომანი, ანუ რომელიც ნემსით მოიხმარს ნარკოტიკს, ქვეყანაში 52,500 ადამიანი იყო, რომელიც 2,24%-ით გაზრდილია 2014 წლის მონაცემებთან. ეს კი ციფრებში 3,000 ადამიანი არის. სტატისტიკის მიხედვით ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა 18 წლიდან 64 წლამდე მერყეობს. ოფიციალური სტატისტიკის მიღმა არსებობს არაოფიციალური სტატისტიკა, რაც ყველაზე მეტი რეალურად ასახავს მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში სტატისტიკოსები 1-3 პრინციპს იყენებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეალურად 3-ჯერ მეტი ნარკოდამოკიდებული გვყავს, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაში არის ასახული. მინდა შეგახსენოთ, რომ აღნიშნული სტატისტიკა ეხება მხოლოდ და მხოლოდ ინექციური ნარკოტიკის სტატისტიკას. და ის არ ითვალისწინებს ისეთი ნარკოდამოკიდებულების აღრიცხვას, როგორებიც არიან ბიოზე, მარიხუანაზე, სინთეთიკურ თუ კლუბურ ნარკოტიკზე დამოკიდებული ახალგაზრდები. სტატისტიკიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაჩაღებული არის ოპიუმის ომი. სოფლიო ისტორიიდან კი მინდა შეგახსენოთ, რომ ოპიუმის ომი ეს უკვე არსებული პრაქტიკაა. 1840-1860 წლებში ბრიტანეთის იმპერიამ ჩინეთის იმპერიის წინააღმდეგ აწარმოა ოპიუმის ორი ომი, რომლის მიზანიც ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, რითაც ჩინეთის ახალგაზრდობის მოწამვლა იყო დაგეგმილი, რამაც ჩინეთს 20 მილიონი ახალგაზრდა მოუკლა. ბრიტანელი სტრატეგების მთავარი სამიზნე იყო მიეღწიათ ჩინეთში ოპიუმის დეკრიმინალიზაციისთვის. ამის შემდეგ კი მათ შეიტანეს ჩინეთში 10,000-ობით ტონა ნარკოტიკი, რომელიც ჩალის ფასად დაურიგეს ადგილობრივ ახალგაზრდობას. ოპიუმის ომმა 20 მილიონი ახალგაზრდა ჩინელის და ჩინეთის იმპერიის მარცხი გამოიწვია. ოპიუმის ომის დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრა ჩინეთმა მხოლოდ და მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეძლო. ყოველივე ამ უბედურებაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოსახლეობის შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაში ხდება. არ მინდა ვინმე მისე გაიგოს, რომ ვითომ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს სხვანაირად განვიხილავდი. საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ყველა ადამიანი საქართველოს შვილია. უბრალოდ ამით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უშუალოდ აბორიგენი ქართული მოსახლეობის მიმართ გატარებული მტრული პოლიტიკის შედეგად ეს მძიმე სურათი მივიღეთ. და როგორც დიდი მერაბ კოსტავა გვეუბნებოდა, დადგა დრო, როდესაც ქართველებმა ხელის ცეცებით უნდა მონახოთ ერთმანეთი. და ბოლოს, მინდა შემოგთავაზოთ ზოგადი სტატისტიკა. სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს ქვეყანაში შობადობას და გარდაცვალებას. კარგად დააკვირდით ბოლო 3 წელიწადს და ნახეთ, როგორი კატასტროფული სხვაობა არის გარდაცვალებას და შობადობას შორის. აქედან გამომდინარე შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, რომ 118 სკოლაში ბავშვი არ შევიდა, ხოლო 255 სოფელი დაცარიელდება. მე მინდა გითხრათ უფრო მეტიც, ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოში საერთო ჯამში 500 სოფელი დაიცვა. ამ ყველაფრის შემდეგ დაჯექით ახლა ნაცები და ქოცები, ერთმა მიშაზე ილოცეთ, რომ დავით აღმაშენებელია, მეორე ნაწილმა ბიძინა ივანიშვილზე ილოცეთ, რომ ის ექვთიმე არის, წმინდა ექვთიმე არის და მადლობა ბატონო ბიძინა, რომ მიშა მოგვაშორე ღმერთმა დაგლოცოს და გაგრძელეთ საკუთარი ერის გენოციდის, აი ესე მშვიდად და ტკბილად ყურება. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, კარგად გრძანდებოდეთ.